გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ჰანგები თურქეთის საერთაშორისო ფესტივალიდან, რომლის ორგანიზატორიც ენგინ ბაქკალია, ლაურეატის წოდებით დაბრუნდა. ანსამბლის ხელმძღვანელი შორინა ბააცაშვილის განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ შემოქმედებით კოლექტივებს შორის ჟიურიმ გურჯაანის ანსამბლი გამოარჩია და ღონისძიებების ლაურეატის წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ლუტბარისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი თავად შორინა ბააცაშვილს გადაეცა. გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ჰანგები მიწვეული იყო თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე ქალაქ სტამბულში, სადაც ჩატარდა მე-7 საერთაშორისო ფესტივალი. იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და მათ შორის საქართველოც. საქართველოდან იმყოფებოდა 4 ანსამბლი. ანსამბლმა ჰანგებმა შეასრულა ფესტივალზე 4 სიმღერა, 4-ვე სიმღერა მოწონება დაიმსახურა და თითოეულმა ბავშვმა მიიღო ფესტივალის სერტიფიკატი და ხელმძღვანელი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, როგორც საუკეთესო პედაგოგი.